საქართველოს ქვეშ. რატომ დაუნოვიტრინოთ ეს ალაგობა? რატომ დაუნოვიტრინოთ ეს დიქტატურა? არ შეიძლება ხალხო, დავანახოთ რომ ჩვენ ქართველები ზედან არჩევანფრენი ვართ. ჩვენ ისტორია გვაქვს, ჩვენ ბოსები გვაქვს, ჩვენ სისხლი გვიქვს სახში. ჩვენ ასტართ ვართ ეს ქართველებო. იხარეთ, თქვენ განაცვალეთ, ქართველი ბიჭებო. მთელი ღამე ჯერ არ მიძინია. რომ ასე შეიძლება ადამიანი პატიმარია ასე დაამცირო და ვითომ რა რომ ეს საშილახსოვრების სამინისტრომ არ იცოდა, საშილახსოვრების დეპარტამენტი არ იცოდა, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. უბრალოდ როცა ხალხი ლაპარაკობდა სიმართლეს და ამბობდნენ, შემოდიოდა გიორგი ტუღუში და ფაქტები არ ამაქო. რას ქვია, ფაქტები არ აქვს. ყველა კამერა, ყველა შესასვლელ გამოსასვლელი ვიდეო თვალებით მოწმდება, რომ ჩემი შვილი არის ეპილეფსიანი. პლუს ამას ეპილეფსიანი ხომ მქონდა სადარდებელი. ჩემი შვილი გახდა ტუბერკულოზიანი, ტუბიკი დაემართა და სანამ არ შევყარე ქვეყანა იქამდე არ გადაყავთ საშილახსოვრების ტუბზონაში. მე ამ ექიმს ვინც არის ამ ჩემს შვილთან ხო ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რო არა იმის კატეგორიული მოთხოვნა იქ პროგრამაშიც არ ჩასვავდნენ. და პლუს ამას რაც მინდა, მაინტერესებს, რატომ ათავსებენ ეპილეფსიანს კარცერში, რას აშავებს ისეც, რომ წამლის მოთხოვნა არის დანაშაული და ხომ დაინახეთ ყველამ, რომ როგორი დამოკიდებულება აქვს ბადრაკს პატიმრების მიმართ. ეგონათ, რომ ყველა არავინ არის ის, ვინ როდის მოხდება ციხეში. მე მაინტერესებს გიორგი ტუღუშისგან ვითხოვ, გამარკვიოს და გამაგებინოს, რატომ ხდება ეპილეფსიანი კარცერში და მანახოს რეაგირება. მე მინდა მოუწოდო ყველას, სანამ ყველა მშობელი, რომელიც დგას და ჩუმად არის სახში, ამაზე უარის გაუკეთებენ თავიანთ შვილებს. ნუ გონიათ ვისმესო გაჩუმებით, საქმე კეთდება, არაფერი არ გეკეთება. ის დრო ამოიღოთ ხმა, რომ საერთოდ ამ უსამართლობას დაადგეს საშველი და როცა ხელისუფლება ყველაფერს ამაზე რომ არ გამჟღავნებულიყო ეს საქმე და ის ვიღაცა წაიღო საზღვარგარეთ, წაიღო თელი მსოფლიო უყურებს, რა სიდამპლია ამ ქვეყანაში, რა მდგომარეობა აქვს, რომელ უფლებებზე აქვს. ამებთ უნდათ რომ ამ პატიმრების გაუპატურებით შევიდნენ ნატოში? დღევანდელი თავშეყრის მიზეზი არის, რა თქმა უნდა, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალა, ეს არ არის რომელიღაცა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერა, ეს არ შეიძლება. მე გამოვიდეს უბრალოდ ერთი ადამიანი შემხვდეს, ვიღაცა დამაინახოს, ტელევიზიაში გააკეთოს განცხადება, ვისთვისაც ეს ვანდალიზმის უკვე სუბუქინა თქვამი ამაზე, მე არ ვიცი რა შეიძლება კომენტარი გავაკეთო, რა სახელი დავარქვა ამას, ვისაც ეს მოსწონს, ვისაც ეს აწყობს, ვისაც არ ტკივა ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება. ხვალდაზე ჩვენ თუ ამაზე ხმა არ ამოვიღეთ, სახლებში მოგვაკითხავენ. ეს არ შეიძლება, ეს არ მომხდარა არც ერთ ქვეყანაში. ასე ეგვიპტეში არ ექცეოდნენ მონებს. ეს საზიზღრობა, ეს არანაირ ადამიან ჩარჩოებში არ ექცევა. დღეს გავიგეთ ჩვენ ყველამ რომ გადადგა კალმახელიძე, ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს არაფერი არ არის, ეს არის ძალიან ესეთი მოჩვენები და ამას აღარავინ აღარ ჭამს ბოდიში ჟარგონისთვის. გამორიცხულია, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ კონკრეტულ სათავეებამდე არ მივართ. კონკრეტულ ადამიანებზე არ გავალთ და ის ადამიანები არ აღიარებენ, პასუხისმგებლობას არ აიღებენ ამ ყოველივეზე. აქ ახლა ვაზიარეთ ჩვენ პატიმრები მრევლი მხარს და მაქსიმუმ სიმშვიდეა შედარებით, მაგრამ გუშინ რა კადრებიც გავიდა ტელეარხების საშუალებით, ეს არის საშინელება. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ხალხი არიან ველურები და საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებები და მათი ალბათ გარეთ ყოფნა საზოგადოებისთვის არის უპირველეს ყოვლისა პრობლემა. Hey!